პირველად საქართველოში ღვინო ქართულ საფუარზე დაამზადეს. თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეს პროექტი შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნულმა სამეცნიერო ფონდმა დააფინანსა. პროექტის ხელმძღვანელი უნივერსიტეტის პროფესორი ნინო ვეფხიშვილია და თემაზე ვრცლად სწორედ მასთან ვისაუბრებთ. ქალბატონ ნინო, გამარჯობა, მადლობა რომ მონაწილეობთ ჩვენს გადაცემაში. მოგვიყევით ამ უნიკალური პროექტის შესახებ, რა სიახლე დანერგეთ? მოგიყვებით სიამოვნებით, იმიტომ რომ ეს ნამდვილად დიდი საქმე გაკეთდა ქართული მეღვინეობისათვის. საქართველოში იყო პრეცედენტი იმის, რომ თხევადის საფუარები ყოფილიყო, მან ლაპარაკია ღვინის საფუარებზე და დამზადებული იყო ასევე მშრალი საფუარები. ცალკეული ჯიშებისათვის ან ცალკეული ყურძნის ჯიშებისათვის, აი წითელი ყურძნის ჯიშებისათვის ან და თეთრისათვის, მაგრამ ის რაც აქ გაკეთდა ამ პროექტის ფარგლებში, ეს არ გაკეთებულა, ეს არის პირველი შემთხვევა საქართველოში. ანუ რა გაკეთდა, იცით, რომ თითოეული მიკროზომის საფერავისათვის საკუთარი საფუარი შეიქმნა. ეს ნიშნავს იმას, რომ მაგალითად ღვინო მუკუზანი დამზადდება საფუარი მუკუზანით. ღვინო წინანდალი წითელი დამზადდება საფუარით წინანდალი და ასე შემდეგ. ასეთი 10 მიკროზომისათვის გაკეთდა თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერთა გუნდმა ეს იდეა ჩამოაყალიბა და პროექტის სახით შეიტანა რუსთაველის ფონდში. შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდმა დაგვიფინანსა ეს 3 წლიანი კვლევა და ამ ეტაპისათვის დასასრულისაკენ მიდის ის. ჩვენ ამ პროექტის ფარგლებში გამოვიყვანეთ საკუთარი საფუარები საფერავისათვის მიკროზომების მიხედვით, როგორც მოგახსენეთ 10 მიკროზომისათვის და ამ გამოყვანილ საფუარებზე შემდეგ წელს დავამზადეთ ღვინოები, რომლებიც შევადარეთ უცხოეთიდან შემოტანილ საფუარს და თავის საკუთარ ველურ საფუარს. როგორ იმუშავა აი ამ ახალმა საფუარებმა. ქალბატონ ნინო, რომ შეადარეთ ღვინოები, რა გამოიკვეთა? გამოიკვეთა ის, რომ თავისებური თვისებები გააჩნია ყველა მიკროზომის საფერავს. აი ნახეთ, შემოტანილი უცხოური საფუარებით თითქმის გაერთგვაროვნებული იყო ყველა მიკროზომი, გაერთგვაროვნებულია დღესაც ყველა მიკროზომის ღვინოების თვისებები. შესაძლებელია ისინი ძალიან კარგი ხარისხის არის და ძალიანაც მოსწონს მოხმარებელს, მაგრამ დაკარგული აქვს ის თავისი თვისებები, ინდიფერენტული თვისებები, რომელიც უნდა ჰქონდეს მას იდენტიფიკაცია. ან აღვადგინეთ ჩვენ ამისი, შევეცადეთ ყოველ შემთხვევაში აღვადგინოთ ჩვენ და გამოვკვეთეთ ის თვისებები, რომლებიც მას ბუნებრივად უნდა ჰქონდეს. რადგანაც საფუარი, მიკროზომის საფუარი, ერთ-ერთი ძირითადი მახასიათებელი ნიშანია იმ ტერუარის, რომელიც განსაზღვრავს ყურძნის და შემდგომ მისგან დამზადებული ღვინის ხასიათს. ჩვენ შევეცადეთ ეს ასე გაგვეკეთებინა და გამოიკვეთა, რომ მართლაც სხვა თვისებები გააჩნია, შედარებით სხვა თვისებები, რა თქმა უნდა, ჩვენ არ გვაქვს პრეტენზია იმის, რომ დაუშვათ იმათზე უცხოეთიდან შემოტანილ საფუარზე უკეთესი ხარისხის იქნება, ხარისხი ზოგჯერ უკეთესია, ზოგჯერ ნაკლებია, მაგრამ ჩვენი მიზანი იყო გამოგვიკვეთა ის განსაკუთრებული თავისებურებები, რომლებიც ოდესღაც ჰქონდა ამ ღვინოებს. 10 მიკროზომისათვის ეს გაკეთდა. გარდა ამისა, ჩვენ ახლა ვიკვლევთ კიდევ ამ საფუარზე დამზადებული ღვინოების თვითღირებულებას. რა თქმა უნდა, უცხოეთიდან შემოტანილი საფუარებით დამზადებული ღვინოების თვითღირებულება მაღალია. ეს ძალიან კარგად იციან მეღვინეებმა, რომ ევროებზე ვყიდულობთ, 10-ობით ევროს ვაძლევთ იმისათვის, რომ რაღაცა პატარა ნახევარკილოიანი საფუარი შევიძინოთ უცხოეთში და შემოვიდანოთ საქართველოში. მაგრამ ეს რაც გაკეთდა ამ პროექტის ფარგლებში არის დასაწყისი იმისა, რომ საქართველოში მოხდეს რეალიზაცია, დამზადება რა თქმა უნდა ასეთი ადგილობრივი საკუთარი საფუარების და შემდეგ მისი რეალიზაცია და თვითღირებულების შემცირება, რაც ყველაზე მთავარია ჩვენი ქართული ღვინის. დაახლოებით რამდენით შეამცირებს თვითღირებულებას? თვითღირებულება საკმაოდ უნდა შემცირდეს, ახლა ჯერ არ გვაქვს ნანგარიშები, როგორც გითხარით და ვანგარიშობთ,
მაგრამ თვითღირებულება ალბათ განახილდება კი არა, შეიძლება მესამედიც დარჩეს მისი რაც არის ახლა. იმიტომ რომ ეს საკმაოდ აძვირებს ღვინოს, საფუარი საკმაოდ აძვირებს ღვინის ფასს. საინტერესო არის, როგორ გაჩნდა იდეა, რომ ქართული საფუარი შეგექმნათ ღვინოს დასამზადებლად. ეს იდეა მინდა გითხრათ, რომ არ არის ახალი ევროპისთვის, უცხოეთისთვის და იქ მიმდინარეობს საფრანგეთში მაგალითად არის ტერუარები ეგრეთ წოდებული, აი ჩვენ მიკროზონებს ვეძახით, ჩვენთან ტერუარები არ ქვია. იმ ტერუარებისთვის მზადდება ასეთი საკუთარი საფუარები და იბეჭდება ძალიან ბევრი სტატია, ძალიან ბევრი მონაცემები არსებობს იმის თაობაზე, რომ ნამდვილად იბრუნებენ ასეთი ყურძნის ჯიშები და მისგან დამზადებული ღვინოები თავის ძველ ხასიათს, ვინც იცნობდა მის ხასიათს, ამდა შეიძინეს ახალი ხასიათი და იქიდან გამომდინარე ჩვენს დაგვებადა იდეა ასეთი, რომ საქართველოშიც გაკეთებულიყო ასეთი კარგი საქმე. სხვათა შორის პროექტის შემფასებლებმა, ექსპერტებმა უცხოელი ექსპერტები ყავდა, იყვნენ და ჩვენ არ ვიცი თქვენ იყვნენ რა თქმა უნდა, თქვენს რომ ეს არის ძალიან დიდი ნაბიჯი ქართული მოღვინეობის განვითარებისათვის, ძალიან დიდი ნახტომი, ასე ვთქვათ, თუ ეს განვითარდება, ეს ჩვენ ფუნდამენტური კვლევა იყო, რა თქმა უნდა და პატარა ფარგლებში დავამტკიცეთ იმისი შესაძლებლობა, რომ ნამდვილად შესაძლებელია ასეთი საკუთარი საფუარის გამოყვანა თითოეული მიკროზონის საფერავისათვის. ეს რომ გავრცელდება და დაინერგება, ასე ვთქვათ, დიდ წარმოებებში, ეს იქნება ძალიან დიდი საფეხური და წინსვლა ქართული მოღვინეობისათვის. საბოლოო მიზანი რა არის და შემდეგი ეტაპი რა იქნება, რასაც გაივლით? ჩვენ ასეთ ამ ეტაპებს გავივლით, რომ ეს რაც გავაკეთეთ, გამოვიყვანეთ საფუარები, გვინდა რომ დავაპატენტოთ ესენი, იმიტომ რომ მართლა პირველად რომ გაკეთდა საქართველოში, საქართველოს სახელმწიფოსაგან დაცვა მიიღოს ამ საფუარებმა და შემდეგ ამ დაპატენტებული საფუარების წყალობით ამის ნიადაგზე შესაძლებელია გამოყენებითი პროექტიც გამოაცხადოს სახელმწიფომ ან ისევ რუსთაველის ფონდმა აქ შევიტანოთ ჩვენ და აქ მივიღოთ კიდევ დაფინანსება იმედია მივიღებთ სახელმწიფოსაგან და დავნერგოთ ეს კომპანიები უნდა შევარჩიოთ, სადაც შეიძლება ვისაც სურვილი ექნება, რა თქმა უნდა, რომ დაანერგოს ეს ახალი იდეა და განხორციელდეს. თავდაპირველად, რა თქმა უნდა, რაც ახალი რაღაცა შემოდის, ცოტა ესე სკეპტიკურად უყურებენ, მაგრამ დარწმუნებული ვართ, რომ ამას ძალიან კარგად შეხედავს შემდეგი წლების განმავლობაში მეღვინეობა და დაინერგება კიდეც წარმატებით. ქალბატონო ნინო, ასეთი საფუარი რომ დიდ წარმოებაში ჩაეშვა, ამისათვის რა არის გასაკეთებელი კიდევ? ამისათვის დარჩა ის ნაბიჯები, რომ ჯერ თვითონ საფუარის მწარმოებელი პატარა საწარმო მაინც უნდა დავამზადოთ. ამას ჩვენ ვაპირებთ უნივერსიტეტის ფარგლებში გავაკეთოთ, უნივერსიტეტის სახელით, თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის სახელით და აქ ვაწარმოოთ ეს საფუარები, ადგილობრივი საფუარები, საფერავისათვის. ახლა საფერავიც განსაკუთრებულია მოგეხსენებათ ქართული ყურძნის ჯიშებს შორის და ამიტომ ავირჩიეთ პირველ რიგში ძალიან მაღალი ტექნოლოგიური, სამედიცინო თუ ესეთი ფინანსური მოთხოვნილებები ძალიან დიდია საფერავზე და ამიტომ და ამ საწარმოების მოთხოვნილებას დააკმაყოფილებს ეს პატარა საწარმო, ჯერ თავიდან ვამბობთ რომ პატარა იყოს, მაგრამ შემდეგ უფრო განვართოთ. ანუ საქართველოში შევქმნათ ადგილობრივი საფუარის მწარმოებელი საწარმო. და ბოლოს, ქართული საფუარით რომ დამზადდეს ღვინო, დაახლოებით რამდენით შემცირდება ღირებულება თუ გაქვთ დათვლილი? არ გვაქვს ამჯერად დათვლილი, ამას ვითვლით მეთქი გეუბნებით. ჯერ არ დამთავრებულა ეს პროექტის ბოლოსკენ გვაქვს ეს თვითღირებულების ანგარიში, მაგრამ გითხრით რომ რა ვიცი საკმაოდ შემცირდება, იცით, ეხლა თვითონ ამ ღვინოებს დღეისათვის სხვადასხვა ფასი გააჩნია. აი მაგალითად, ქინძმარაულს სხვა ფასი აქვს, ქინძმარაულის საფერავის გამზადდება ეს ქინძმარაულიც. სხვა ფასი აქვს მოკუზას, სხვა ფასი აქვს წინანდალს, ახაშენს, ბოლნისიც კი ჩართული, აი ამაში მთელი საქართველო აქვს მოცული ამ პროექტს, სხვათა შორის სამხრეთი საქართველო. კახეთის მიკროზონები ხომ ჩართულია და ჩართული. და ამდენად აი ახლა კონკრეტულად მაგალითად თუ 30 ლარი ღირს, ახლა დღეისათვის
დაუშვათ მუგუზანი, ხო? საბაზრო ფასი არის დაუშვათ 30 ლარი, ხო? სავარაუდოდ ვფიქრობთ, რომ უნდა შემცირდეს 20 ლარამდე მაინც. შეიძლება კიდევ უფრო მეტადაც შემცირდეს ამ საფუარის სწავლებით. ადგილობრივი საფუარის სწავლებით. დიდი მადლობა, რომ მიიღეთ ჩვენს გადაცემაში მონაწილეობა, წარმატებას გისურვებთ. მადლობა თქვენ.